ძალიან თვალები აქვს. ძალიან ლამაზი თვალები გაქვს გურა. ბაღი უნდა გაზარდო და პეპლები მოვლენ. ნომერი ჩამწერე მე და ეს. მეომერი! ეს კაი გოგოა 10-ზე სახლში უნდა იყოს. კი ბატონო. სად მიფრინავთ მითხარი? იქრევე კუბაში უგიგაზებით და უკვე და კუბა ლიბრეები. კუბა ლიბრე და ცეკვა და კაი. კარიერა უფრო მნიშვნელოვანია თუ სიყვარული შენთვის? კარიერა ყველა კონჩი. პირველ დეიტზე კოცნი გოგოს? მე შეყვარებული არ მგონია. ბიჭო აგერ კამერასთან ფორმატი დაგიდე გაგიმარტივე გოგო დაგისვიდა. არ გამართვის ხალხი. დედა სცენაზე დედა. გადაოფე ხა. თორე აზას გამღერებ. ბევრი ვარიანტი არის, შეგიძლია გაგორდე, გამოგორდე. ამოდი ლამაზ თვალება. მივხვდი ჩვენ უნდა შევკრათ ეს ყველაფერი ერთი ლამაზი ხინკალი. შენ როგორც გონი აქო ამოიყვან ვიღაცებს უკვე ცოლქრობას აბრალებენ ხოლმე და შენ აქ ისე კიდე ამოიყვანო და აი პროსტა წინობენ და მე რო გეტყვი 7 ხარ თქო უნდა შეიფერო ბიჭო. სად დაპატიჟებდი ელენეს პაემანზე? ქუთეის რატო დაშორდით? ცუდად მეკცეოდა. რა გქვია? ნინო მქვია მე. და ძალიან არ მინდა და გამოსულმე და მინდა გაძალო. ჩემო მეგობრებო. აი მე დაველაპარაკოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ ამახე ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო რომ აძალებთ ერთმანეთს. მოყევი აბა green flag, red flag და მაგის მერე ერთი სამი კითხვა კიდე, მაგრამ ხა თავზე არ მოგაყრე, უკვე გიჟი მგონია თავი. აი, მე ვარ ნინო, ვარ 20 წლის, სწავლობ ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჩემი green flag-ი არის ყურადღებიანობა, იუმორი, მაღალი როცა არის ადამიანი ტიპი. მაღლებო მოემზადეთ. red flag-ი იქნება არც ეხა კორექტულად როგორ თქვა, მაგრამ აი ულტრაკოტივები არ მოვასწავლე. Period girl. ჯიგარი ხარ. ყველაზე კარგი პაემანი რა ქონია და როგორ იქნებოდა შენი იდეალური პაემანი გარდა მოდი გავიცნოთ სცენას. სხვა შორის სეირნობა მის მიყვარს. გიყვარს? სეირნობა. სეირნობა. სეირნობაზე მის ნახმარ. და აი სეირნობის დროს რავი რასაც გადაწყვეტს ამის შეხვალ და ლევთ ილაპარაკებთ რავი რომ შო. სეირნობა ისეთი არის რა, ყველაზე დიდი პოტენციალი რომ კარგ დეიტში გადაიზარდოს სეირნობიდან იწყება ჩემი აზრით, მაგრამ აი მეორე დეიტზე ისევ გინდა რომ ისეირნოთ? არა. ალბათ რამე რესტორანში არ ვიცი. მე გინდა რომ შემოგთავაზოს რომ გადაიხადო თუ არა? არა რა თქმა უნდა. არა რა თქმა უნდა, ხო? ჯიგარი კაი გოგო. ბიჭებო, აციეთ ხელები, აბა ვინ წახოთ პაემანზე? ამო. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი სახელი? გურამი. გურამ სასიამოვნოა. აბა მიდი, ცოტა ხანი გაერთეთ და მე თუ დაგჭირდებათ ექსპერტი არ. გამარჯობა ნინო. ნინო ხო? კი, ნინო. კარგი. როგორ ახარ? კარგად, მადლობა. რამდენი წლის ხარ გამიცე? მე ვარ 20 წლის. ვარ წესით კარგი ბიჭი. შენიერი. On paper? როგორც ხალხი ასეთ შტაბეჭდილებას იტოვებს ჩემგან რა. ოჩო, შენ როგორი საბჭოება დაგჭირ? გურამისგან? ძალიან კარგი. ძალიან ლამაზი თვალები აქვს. ძალიან ლამაზი თვალები გაქვს გურა. შენ ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა. აი ეს კითხე. ყველაზე დასამახსოვრებელი რამ რაც პაემაზე მოგივით. მე ერთხელ 30 აჯმანია გამაკეთებინეს პაემაზე. მართლა? მე როგორ დასრულდა? გავაკეთე 22 და მოვკვდი და აღარ მინახავს მაგის მე. ძალიან. ჰობი რა არის შენ? ჩემი ჰობი? მე ძალიან მიყვარს სიმღერა. და მღერი ხოლმე. ეხლა ვცდილობ რომ გიტარაზე ვისწავლო დაკვრა. მე მიყვარს პიანინოზე დაკვრა. აჰა. მაგრამ არ გამოდის, მაგრამ რაღაცებს რო დავუკრავ შეგიძლია. ასწავლე ბიჭო, ლირიქსი შევქნათ და მე ერთი სიმღერა რამე შევქნა. კი ბატონო. ნომერი ჩამწერე მე და ეს მეომერი! ნამდვილი მოკლედ თქვენ ან ერთად დაამთავრებთ, ან მაგარ ბენდს მოხოდავთ. უჭველი. არ ვიცი რომელი იმედია, რომელიმე დარჩება. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ ჩემზე სიმღერა დაეწერათ. აჰა, კაი, დავწერო მაშინ. ძალიან გავწევდი. სასწაული წვილი გაიჩინე. დავწერე. მადლობა დიდი. მგონი თქვენ და ნომრები უნდა გაცვალოთ. დიდი შეამონებით გავწევ. მიდი აბა. თუ მაგრები. იმათაც უნდათ იქ ბიჭებს. ამ გოგოს რა მეორე დეიტზე სად წაიყვანთ?
მე მიყვარს სახურავებზე აპარო. Freaky. ანუ აბა მოყევ. იქ არავინ არის და რაც უფრო მაღალი ანუ სიწყნარეა რა და რაც უფრო მაღალია მით უფრო კარგი ხედია. ვარსკვლავებს ყაია იგი. კი, ვარსკვლავების ჩანს და შემიძლია მე რომელიღაც ვარსკვლავები. ბოქრობის ვიცი მე. Bonnie and Clyde დავხატე და გაიჩინე. მეც ვიცი და ის ციც მაქვს მე კიტი. მე გარბოთ მე ხელით შევიხო. თმისი მით. ხო. ძალიან ზედმეტად გვს რომ აქ თავს მეგობრებო. წადით მომშორდით წადით გაიდაილაპარაკეთ ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ერთად ხართ. მე ქორწილში მეპატიჟები. აუცილებლად. უღმესი მადლობა. წლების კაიწყელი. რამის თქვა გინდა შენ გეთხოვა? რავი, კი. შენ კიდე ერთ გოგოს ხوارეძებ აქ? ერთი პაემანი გააცო და მეორე უნდა ბახოთ. არა, ეხლა. ამ პაემანით მაყოფილი ხარ? კი, ძალიან ყვაყოფილი ვარ. სად მიყავს მე როდესაც და სახურავზე ხო? კი. რომელ საათზე ხდება ეს სახურავები? გვიან არ შეიძლება. აი 6-ის მერე მუშები რო წავლენ. ეს კაი გოგოა 10-ზე სახლში უნდა იყოს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, აი თვარე რო ამოვა და მანქანა ყავს? დარება იცი? კი. ბრავა არ მაქვს. მეც ეგ მაგ ჯგუფში ვარ მეგობარო. აი ძალიან რთულია პაემანზე წასვლა, მაგრამ ავტობუსი რა რომანტიულია. მეტრო რთულია, იმიტომ რომ მეტროში არაფერი არ გესმის, მაგრამ ავტობუსი რომანტიულია. არა, მეტროც კაია, იმიტომ რომ გზაში ქანავს ასე. და შეიძლება შეეკანაო. კი, კი. ეს მაგარი ფრიქია, სწორედ. პაემანი სახურავზე, მე მეტროთი გაქანავება, რა დარჩა? პირველ დეიტზე კოცნი გოგოს? პირველზე არ. ოჩახ, კარგი კაცი. მეორეზე? გააჩნია პირველმა როგორ ჩაიარ. გოგომ თუ გამოიწია საკოსელში გაიწევი? ჯერ არა? არა. ეგეთები არ ხდება? ვინმე ყოფილა რომ გოგო გამოწეულა საკოსელად და თქვენ არ გინდოდათ? ვინ თქვა ვუ? ნუ ჩემი აზრით შეგიძლია დეიტზე მიახვედრო რომ არ გამოიწიოს. ეს ექსპერტი შენ შემდეგ რაუნდზე ექსპერტად უნდა მოგიყვანო. როგორც ექსპერტმა კამერაში რჩევა უთხარე. ნუ მე ზოგადად შეყვარებულებზე მაქვს ასეთი წარმოდგენა რა. შეყვარებული არ უნდა გინდოდეს იმის გამო რომ მაგარი ტიპებს ყავს შეყვარებული. აჰა. შეყვარებული უნდა გყავდეს იმიტომ რომ ადამიანი გულწრფელად გიყვარს. ხო, ანუ იმიტომ არ უნდა გყავდეს აში. იმიტომ არ უნდა გყავდეს შეყვარებული, რომ შეყვარებული გინდა, იმიტომ რომ შეყვარებული უნდა გყავდეს, რადგან ეს ადამიანი გინდა. კი. ვაუ, რა სიბრძნეებამდე ჩავედით საბოლოოდ, მე ხდე? მე რეიღადავ თქვენ, მოდი გავიცნოთ, აგერ ფილოსოფოსია კაცი. ყოჩახ, კარგი არის, ჭკვიანი ხარ, იმიტომ რომ რეალურად ვინც ეძებს, არა ეგ პოულობს არის, დაიცარო. არ უნდა მოძებნო, უნდა გიპოვოს. კი. ამას შემდეგ გადაცემაში დავხვეწავ მოკლედ რა, მადლობა ძალიან დიდი რომ მოხვედი. მადლობა. მომიყვანეს აქ. ეს დარჩა, აღარ მიდის, იყოს დატოვე. ეხლამესაც ვიტყოდი კიდე. აი, ასეთი გამოთქმა არის კარგი რა. აბა. ბაღი უნდა გაზარდო და პეპლები მოვლენო. Preach. ბაღს ზრდიანო. ხო. პეპლებო, მიფრინდით. პეპლებს ველი. წავიდე უკვე. წადი ბიჭო, წადი დამანებოდა. ნახვამდის. ერთ ბიჭს ხედა მგონია რომ კარგი ის არის. სადეითო. ამო აბა. კარგი ბიჭი ჩანს. საღამო მშვიდობის. მოგესალმებით. საღამო მშვიდობის. მოდი ვაჩვენოთ ერთი კაი დეითი როგორ უნდა გააკეთო რა. რა ხარ? რა ვიცი რა ძალიან დავიღალე ავტობუსით მოვედი. შენ მანქანა ყავს? არა, ველოსიპედის მოძრაობ რა, მაგრამ ორადგილიანი. ორადგილიანია. და რა საქმიანობ? მუსიკოსი ვარ, პროდიუსერი ვარ რა. დღე და ღამე ხანიქ ნინო ქათამაძე უკვე ნინო ცული უკვე. ყველა შაوارე, ნახე წარმატებული ბიჭია. არა, ხუმრობ, მაგრამ მომავალში რა. ერთი შეკითხვა მაქვს. მე რომ ეხლა შემეძლოს რომ ნებისმიერი super power მოგცე რომელს აიღებთ.
ნებისმიერ. ფრენა უოჭვა. ფრენა სადმე ვფრინავთ მითხარი. წავედით. ყველგან ეგრევე კუბაში ვგიგაზებით და და რას ვაკეთებთ? და კუბა ლიბრეები. კუბა ლიბრე და ცეკვა და კაი რამე. მაგარი პონტია. შენ ყოფილს ელაპარაკები? კი. მეგობრა? გუშინ წინ ნახე. როგორ? გუშინ წინ ნახე ჩემი ყოფილი და მეგობრა, ანუ ისპანტი კი არის რომ ნახავ რომ ვარ ნინა როგორ ხარ ჩემ მეგობარი. ეს იშვიათობაა ტაში. მე ხარ როგორც შენ, ეხლა მე უკვე როლების არეულობა მაქვს, წამყვანი ვარ თუ დეითი არ ვიცი, მაგრამ როგორც შენ დეითს ძალიან არ მომეწონა ეს ამბავი. გადავლახავთ მაგას. შემდეგი გადავაბიჯებთ, იმედია ახლა რაღაც კოლაბორატიული მუშაობის მე. თან ისეთი არის, უნდა ნახო მე როგორი მეგობრობა არის რა. რაღაცა სნიკი პონტი კი არ არის, რო ცოტა გულწრფელი ბროუჰუდია? პონტი არ არის რა. გულწრფელი ბროუჰუდია. ხო. რატო დაშორდით? ცუდად მეკცეოდა. კლასიკური დამბრალებელი ბიჭი. არა. იგონე ორი შეყვარებული მყოლია თლიანობაში, ორივე მიღავდა. არა, მაგარი არის, მე უფრო იმას შვები რა, რადარი გეჩითება, სად არის, სად იმალებია. ყველაზე მეტად ურთიერთობაში სწავლობ შენ თავზეც რეალურად არა? აი მე რო წამიშალო ყველა ჩემი ურთიერთობების რაღაც გამოცდილება, ეხა ვიქნებოდი ძალიან დაბნეული და კი მოგინდებოდა ალბათ გართობა, იქნები მე ამიტი. ყველა ის არის გაგიტარებდნენ გულში რაც კი შეიძლება და აქეთ არ გავუტანო, ის არის და. აი, არა, რავი, მე კიდე რას ამბობ ხოლმე დეითებზე, ცოტა ისე არ დავდივარ დეითებზე. საერთოდ ბოლოს როდის დეითს საქართველოში დეითზე ვინმე დადიხართ, მაგრამ გულწრფელად. რა დეითი, მე გადავიდეთ, ანუ რაღაცა მიწერე, პროსტა გავივისე. გასეირნებას დეითი არის, თუ აი უნდა დაითქვას რომ დეითია. აუ, შენ დეითს გასეირნებას ეძახი, მაგიტო არ ამოდიან ეს ანუ გასეირნებას ამდენი დასასრული აქვს და შეგიძლია. სად ვისეირნობ? ჭავჭავაძეზე დასაუბრთ აქეთ იგი? მართლა გეკითხე? არა, ჭავჭავაძეზე არა, რატო შეგიძლია პარკში გაისეირნო, კარტინგები, მთაწმინდის პარკში ხო, ხა ბავშვი არ უნდა მოკლაო შინაგანად შენ თავში. ყველა მაგას წადი რაღაცა კარტინგებზე რაღაცა იღადაო ეს. გარა, გეთახმები შეგიძლია გასეირნო. ანუ, მოდი იცი რას გავუსვათ ხაზი? ამ ქვეყანაში ძალიან რთულია ბიუჯეტიანი დეითის ჩატარება. ძალიან, მე ხედავ მთაწმინდის პარკზე ეხა რო ლაპარაკობდი, რო ახვიდე და გოგოსთან ერთად წახვიდე. უკვე 150 ლარის იმენა ბინას ყროყიდულობ ვერაზე და რაღაც. ანუ უნდა მოემზადო ფინანსურად დეითისთვის უნდა იყოს მზად. სამომავლოდ გვინდა რომ ეს სივრცე ისეთი იყოს რომ ყველა მოვიდეს და ბიუჯეტურად, მაგრამ მართალი ხარ. კარი გასეირნების გარდა კიდე რა დეით, აი პარკი კარგი იდეაა, იმიტომ რომ თან კომფორტულად ხარ. ბევრი ვარიანტი არის, შეგიძლია გაგორდე, გამოგორდე. არა, გაგორდე გამოგორდე არ ვიცი, მაგრამ იქვე გაგორება არ ვიცი, მაგრამ გაგორება მერე იყოს. ყველაზე ერთი მაგარი ადგილი არის პრაქტიკა თუ ვიცით? კი, აი პრაქტიკას დეითები არის ხომ მაგარი ჩახევა რა, იქ რაღაცა ჭაჭა არის კაი. ჭამაც კაი არის. მაგრამ ძალიან ასომი მერე დეითზე როგორ იქცე? არა. მაგიტო არ გაქვს მეორე დეითი? აუ, ხან როგორ მიდის ეგ დალეო და ხან როგორ რა უკვე. ბატკანი ვიცი. უკვე გაციხარა. აიყვანო უკვე ცუდი პონტი არის რა. ხო, ხეს გოგოს მე პატი ვიცე, ძალიანაც არ უნდა დაათრო. აი მაგალითად, გოგოებო ტაში დამიკარით პირველ დეითზე იპრანჭებით თუ აი ჩვეულებრივიძე მიხრათ. იპრანჭებით? თუ ჩვეულებრივიძე მე. პირველ დეითზე თუ არა, აი ეგ არის, ნახე. აი ერთმა გოგომ დაუკრა ტაში და ვეთანხმები. ჩემი აზრით პირველ დეითზე არ უნდა მიხვიდე სუპერ კარგ ვიძე. უნდა მიხვიდე ნორმალურზე დაჟე ოდნავ ნაკლებ ვიძე. ხო და ეგ უკვე ის ძალიან თხელი ხაზი არის გაპრანჭულს და გადაპრანჭულს შორის რა უკვე ჩაშპაკლული. ვაუ. უკვე აღარასწორებს. ეგ სხვა არის უკვე კიბორგი, ანუ კიბორგი სხვა თემა არის რა, ანუ სხვა ადამიანი არ უნდა მოვიდეს ხო პირველ დეითზე, მაგრამ გინდა რომ კაი წარმოდგენა დატოვო რაღაც მიხვიდე, იქ უკვე ჩამოჯმული რო არ გაქვს მაიკაზე და ეგ ბიჭების ხარეზე მესმის ხო, ჩამოჯმული მაიკა არასწორებს, მაგრამ ლოგიკურად ხო ხვდებით რასაც ვობობ რა, ზედმეტად გადაპრანჭული რომ მიდიხარ, რაღაც იმას ტოვებ. პიქს და მე მანდ და ჩამოსწულია. რაღაც მომენტებში მიფიქრე ამაზე რომ სპექტაკლი არის მე უკვე რა ხო რა რომ აი. რეალურად არის. აბა ეხა ნახე რა მაგარი ვარ მე თუ. ზართულია რომ პირველ უცხო ადამიანთან შენი თავი იყო რა. მაგრამ ვინც ამოღამებს? ხო რა მალევე ხვდები აი აძალებ მაგას კერდა აი ძალით ხდება ეგ თუ გამოდის რა თუ გამოდის აი პირველივე წუთიდან რო გრძნობ რომ აი მიდის რა რაღაც კარაკი პურზე გადავა. პირველი დეითი არის მაჩვენებული სხვა დეითები როგორი იქნება? უეჭველია ბრა. ანუ ხო მაგრამ პირველი დეითის ნერვიულობაც ხო არის აი ზოგი ადამიანი სულ სხვანაირია რამოდენიმე გაცნობის მერე და პირველი იმპრეშენი იმის და მივხედავთ რომ first impression არის ეგეთი მნიშვნელოვანი ეს მე უნდა ნახო აი სოციალურ სიტუაციებში მეგობრებთან როგორი არის უკვე მიმტანს რომ დედას არ აგინებს კაი აი რაღაცა ეგეც მნიშვნელოვანია შენ
ისეთი ბიჭი ხარ, მგონია რომ ჩემი დახმარება რაღაც რა გჭირდება. მაჩვენე რომ ხარ ძალიან ყურადღებიანი, მაჩვენე ხარ ძალიან ლაღი და ღია, მაჩვენე რომ არ არის შენთვის პრიორიტეტული იყოს ზედაპირული და გოგო უცბად გაიყვანა მაგარ დეიტზე და მერეო. გასეირნებაც არის დეიტი, ჭავჭავაძის გამზირს აქვს ბევრი პოტენციალი. ჭავჭავაძეზე შეირნობ მარტო უკვე ნაბიჯები დათვლილი არის. სკაპ და ისა კითხვები მზად გაქვს ხოლმე დაახლოებით? იცი ხოლმე რაზე უნდა ელაპარაკო? არა, ძალიან ხშირად ეგ მემართება ხოლმე, რომ თუ მივსეირნობ, მე თვითონ შეირნობის აქტზე ვარ ხოლმე, ძალიან კონცენტრირებული და ჩუმდები და ხვდები რომ ერთი 20 წუთი ხმა არა მომიქნია და კარიერა უფრო მნიშვნელოვანია თუ სიყვარული შენთვის? კარიერა ყველაფერში. აუქნა კარიერა. ერთმანეთის გარეშე არ გამოდის, ხო, მაგრამ ეგეც მართალია. ანუ ასაკობრივად უნდა დაალაგო რა, ეხლა თუ კარიერა არ გაქვს, აი რა სიყვარულზე ველაპარაკები, მუყაოში თუ ცხოვრობ, რა თქინას. აი, კაკრას იმ მუყაოში ვიღაცა ხო უნდა გათბობ და შეიძლება მარტო ბრინჯს ჭამდა და ისე იყო, მაგრამ თბილად იყო. მე მე მუყაოში თუ ხარ უკვე ადამიანი კი არა, რადიატორს უნდა მიუდგა, მუსიკა სტრატეგიულად უნდა დაგეგმოს. მუყაოდან ერთად გამოსაყვანი ადამიანი, მოტივაცია, როდესაც სიყვარული გაქვს, იმ გასაჭიროებს. არა, ეხლა ანუსულო იმ კაპიტალისტი ვითლაპარაკობ, მაგრამ ანუ მაგარი არის რა, ეხლა სიყვარული უნდა შეათავსო ერთად, მარტო კარიერისტი თუ ხარ, ბოლოს მარტო კვდები და ლიმონადს ჩაგატანენ კუბოში და ой, შემიყვარდა. ყავს რაღაც ვიღაცა იტირებს. იუმორიც რო კაია, გოგიჟდები. შენ თავისუფალი ხარ, ანუ ხო? კი, მაგრამ თან ყოფილს ვემაგობრები, ეგ არ დაგავიწყდე. Red flag in the house. აი, კამერას უთხარ 1-2 სიტყვა. მე ვერ ვადიაგნოზე, მე მგონია ეს ზედმეტად კარგი ბიჭი დასადიაგნოზირებლად. ძალიან არ გადაყვეთ სიყვარულს, თორე უკვე რა სიყვარული აღარ გამოდის ეგ რა. просто არ არ ძალიან ბევრი ყველაფრის გადრამატულება არ არის საჭირო რა, რაღაცებზე შეგიძლია რომ მოეშვა. ყოჩახ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ოქრო იყავე. გოგოებო, ეს ბიჭი ხელიდან არ გაუშვათ რა, თუ შეიძლება რა. თქვენ სახელი? მიდი, აიღე მიკროფონი. მე სკამებს აქეთ-იქით ვიცვლი, მოვიცვლი. აი რატო ტეხავს რომ ვიღაცას უთხრას რომ მიყვარხარო ან მომწონხარო საერთოდ მე არ მესმის საერთოდ არ ტეხავს პირიქით თანაც ანუ რეალურად თუ კარგი ადამიანი არაა და თუ იცი რომ აი მაგალითად ზოგი არის რომ უეჭველი გონია რომ გაგჭურავს რა სხვასთან წავა აი მე დღევანდელობაში მაგას ხვდები რომ ზურგს უკან ხო რომ აი აუცილებლად გოგოს აქ ეჭვიბისზე რომ ანენდობა ანუ უეჭველი გონია რომ ის იმაზე იჭორავებს რა ჭორაობა არ ვარ გამეგობრებო მაგიტომაც არო აი ეხლა იმიტომაც ამდენი ადამიანი იმალება იმიტომ ამათ ვეციან რომ მე რო წავთ ამ დღის მერე იქ ვიღაცაზე იჭორავებს ილაპარაკებს რომ აი ეს ნახე ვინ არის აუ ჯიგარი ხარ რა სულელი და რაღაცა და მე არის სული სიდებილიზმი სიდებილიზმი იმიტომ რომ ჩვენ ყველა დებილები ვართ და იმისთვის ვართ ყველა დებილი აქ შეკრებილი რომ ყველა მივიდებილოთ ერთად ურთიერთობაში ვინ არ დაუშვებს შეცდომას აი პირდაპირ გოგოც სიტყვის სისულელეს პირდაპირ მაგრამ ბიჭი მაინც დააფასებს იცი რატო იმიტომ რომ ბიჭი მაინც ბიჭი არა და ვერ გამასწავ თუ მოგწონს ბიჭ გოგო აი შანსი არა რაც უნდა გოგომ შეცდომა დაუშვა შეიძლება რაღაც რო კითხო მაინც უყვარდები შეიძლება რაღაც რო კითხო ეხა შეყვარებული ყავს არა ბოლოს როდის ყავდა შეყვარებული მე შეყვარებული არ მგონია უნდა დაგეხმარო ეხა მაშინ შენ ესეთი ბიჭი ხარ ისეთი ჭკვიანური რაღაცეები მიქრა რას ქვია შეყვარებული არ ყოლია რა არის შენი ჰობი ჰობი მე ხეტიანი მიყვარს ისე ჭავჭავაძეს სიარულს მე ძალიან ვემხრობი მე ჭავჭავაძეს იმდენი кай გოგო დადის უნდა გამოელაპარაკო შენ რასაც მეუბნები რიდი არ უნდა გქონდეს გიცდია კი მიცდია აი რა არის ხოლმე შენი go to line ანუ აი რა რითი იწყებ ხოლმე რავი ისე სერიოზულად რო ვთქვა დიდად მეც არ გამოვიჩევი კომუნიკაცია თან თუ ხვდები რომ მე გოგო დაბნეულია მე აღარ ვაწვევი ხოლმე რა იმიტომ რომ ის თუ უკან იხევს მე ტყვილა მივაწე რაღაცა არ მგონია მამაკაცური საქციელი ეგ დღეს საღამომდე უნდა ვინმეს გამოართვა მობილური ტელეფონი ან ინსტაგრამი შენ ვიცი რომ ამას შეძლებ ერთ გოგოზე მეუბნებიან რომ ამას უნდაო გოგოს ოფასი მომცე გთხავ ამოდი ხუჭუჭად მაგაკ და ლამაზი საყურეები გიკეთი აქ ხედავ ამოდი რა გავიცინოთ ცოტა ვა აკა სადვიყავი იცო
მანქანამდე სად მიყავ? გამარჯობა ლამაზო. აი შენ მიკროფონი. გამარჯობა. შენი სახელი? ელენე. ელენე, მიდი შებერე ბიჭო. რამ გამოიწვია შენი აქ ამოსვლა? როგორ ეს არის რამე სიმამაცე მე ხო არ მოგანიჭე თუ? არა, უბრალოდ რამდენი წუთი არის დაწყებულია ჩემო მეგობრებმა ტვინი შემიჭამეს რომ უნდა გამოვიდეთ. კარგი მეგობრები გყავთ, მადლობა შემდეგ გაცემაში მოდით. სიმამაცე ნამდვილად დასაფასებელია, რასაც ვერ ვნახავთ ჩვენ ხშირად ამ საზოგადოებაში. რამდენი წლის ხარ? 20. 20-ის. თქვენ რამდენი წლის ბრძანთ? 23-ის. კარგია, გვარის აქ პოტენციალი. მოდი ახლა მე წამოვიწევ. აბა კითხე 1-2 რამე. კითხო. საწავო. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ვაა, ქუთაის. კითხე 1 კითხვა და მე გეტყვი რა უნდა. ჩამჭერი რამე შეობა. შენ დამთავრებული გაქვს. არა. წესით. არა. არა. თითქმის ბოლო კურსზე ვარ, მესამეზე. ჩარჩი, მეც. მითხარი 1 კომპლიმენტი გაუკეთე ამ გოგოს. კომპლიმენტი. ეს არის პირველი სტეპი მეგობრებო პაემანზე. კომპლიმენტი. ძალიან საყვარელი ღიმილი გაქვს ხოდაშორის. რაც გამოარჩენ. შენ ძალიან საყვარელი ღიმილი. მოკლედ ღიმილი ყველას კარგი გვაქვს. სად დაპატიჟებდი ელენე ხო? სად დაპატიჟებდი ელენეს პაემანზე? რა ვიცი, აბა რესტორანში დავპატიჟებდი. მე ზოგადად ცოტა რომანტიკოსი ტიპიც ვარ, მაგრამ გულისხმობ რომ რავი, კაია რა სალათა. არა ტრადიციული ქართველი კაცის პასუხი, სალათა. მეც ცოტა ევროპელი ვარ. წავ ევროპელებს. ქართველი მაშასა და მე ევროპელი. რა თქმა უნდა. გაყვებოდი სალათა შენ რას უკეთეს შემოთავაზება ხო არ გექნებოდა დეითის? კინო obviously არა. ანუ არ ყოფილა შემთხვევა, როცა კინოზე წავსულიყავი და ბოლომდე კინო მენახე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში სულ მეძინება კი. გეძინება? უი რა პატიოსანი გოგო ყოფილხარ. იუმორი გაქვს. აი ეს არის თავარი პაემაში, ხედავ? აი მე რო ეგრევე ვინმე მაცინებდეს პაემაზე ვივლიდი ყოველდღე. მე გამომყევი და დაპატიჟე და ვნახოთ. პაემანზე ნაყოფი ხო ხარ? პაემანზე ნაყოფი ვარ. მანდა სხვადასხვის პაემანი ძალიან რთული რაღაცა, იცი? იტყვი, აგერ ამდენი ვარ შეკრებილები. შენ როგორც გონია? შენ როგორც გონია? აქ რომ ამოიყვან ვიღაცებს უკვე ცოლქმრობას აბრალებენ ხოლმე და შენ აქ ისე კი დამოიყვანა და აი просто წინობენა. просто ჭავჭავაცეზე ძლივს წინობენა. შენ აქ კიდე რომ ამოიყვანო ვიღაცა კამერასთან. ბიჭო აგერ კამერასთან ფორმატი დაგიდე გაგიმარტივე გოგო დაგისვიდა. მე ბიჭები 80% ვარ დღადაო. მე კიდე 120% მოვიყვან თუ გინდა, მაგრამ არ გამოდის ხო ხედავ. თაბა მეორე დეითი გვაქვს თუ არ გვაქვს? როგორც საჭირო, როგორც უნდა რა. მოდის ბიჭი ამოსხალ, მინდა უნდა გამწარებული იყო და გოგო იტყვის რა, არა რა შეჭინო ეხლა. აი რას თავაზობ შენ შეყვარებულს გითხარი? აი კამერა სამომავლო შენ გოგოების კანდიდატებს უთხარი რას თავაზობ შენ? რა ვიცი, დავპატიჟებ, წავიყვან დეითებზე. თუ გინდა შევათანხმობ, ბიუჯეტი ხოლმე არ არის პრობლემა. წინასწარ რაღაცა და თუ მე დავაკელი რაღაცა, შეგვიძლია გავწყვიტოთ და წავიდე სხვასთან. შინაგანად რას თავაზობ? თორე ფული და ის ვისაინტერესებს. შინაგანად ისე, რა ვიცი, ისე ყველა ამბობს რომ ძალიან გულჩვილი ხარო და ბევრს ლაპარაკობო და რაღაცები და მაგას გართობ. კი, აი გამთავარი გოგოს ბევრი კი არ უნდა არაფერი. სულ გავართობ სულ იკაიფებს. თუ რა თქმა უნდა გოგოს თვითონაც არ იქნება ისეთი ძალიან უკან დამხევი, არა პრობლემა. მე დარწმუნებული ვარ რომ შენ ამ საღამოს ბოლომდე იშოვი ეგეთ გოგოს, ვინც არ იქნება კონდა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარია. ერთ ბიჭს ხედავ, ამოდი. ამოდი ლამას თვალება. როგორ ხარ დიმიტრი? ნორმალურად უკეთესად. როგორი საღამოა ჯორჯერობით თქვენთვის? სახალისო. სახალისო ხო? კიდევ გაი ვიღაცა ხალისობს. მოგვიყევი მოკლედ შენ თავზე და მე მეც რაღაც კითხვებს დაგაწე. ჩემ თავზე რა სწავლა დამთავრებული მაქვს 27 წლის ვარ, ეხლა ვმუშაობ. საიდუმლო არა. სურსათის ტექნოლოგია.
ეხლა მუშაობ სასტუმრო სფეროში. და დეითებს რაც შეეხება ყველაზე ცუდი დეითები შემიძლია. ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად ყველაზე ცუდი დეითი. ყველა დეითზე ძირთად ის არ ვიცი რაზე ვლაპარაკო ხოლმე. მეც ეგრე. მე და მაგით ვთორდება. ანუ შენი პრობლემა ის არის, რომ დეითზე არის ხოლმე რაზე ილაპარაკო. ხო. ბოლოს როდესაც დეითზე იყავი, იმ ადამიანს ვიცნობდი თუ არ ვიცნობდი? არ ვიცნობდი ბოლოს ვისთან დეითზე ვიყავი. ანუ სრულიად უცხო ადამიანთან გიჭირს კომუნიკაციის დაჭერა. დიახ. ჩემი დიაგნოზი არის ის, რომ შენ გაქვს სურვილი, მაგრამ ვერ იკმაყოფილებ, რადგან ეხა ჩავშვრით. მოდი ვივარჯიშოთ, რომ მე ვარ ეხა პაემანზე. ძალიან სასიამოვნოა, დიმიტრი. ცუდი იდეა. რატოა ცუდი იდეა? დაგაბრე? არ ვარ. აზრი არ აქვს. რატო არ აქვს? ნახე, შეგიძლია მითხრა, რომ როგორ მომწონს შენი თმა ესე. მეგრე რომ მკითხავ რაღაც რას საქმიანობ, მე რო გიპასუხებ, მე რა იმ მაგაზე რას მოვაყოლებდი. თქვა ძალიან არაბუნებრივად გამომდის და არ გამოვა. ანუ ჩემი აზრით საკმარისად ის გოგო ან მოგწონს ეს პაემანზე მიყავს. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რომ მომწონდეს პირიქით უფრო რთულად გამომივიდოდა. ანუ რაც უფრო მოგწონს, მით უფრო იძაბება, ხო? მაგაშიც რაღაც ლოგიკა დევს. მაშინ ისე უნდა წახვიდე პაემანებზე საორჯიშოს იდო გოგოებთან, ვინც არ გევასებიან და მე ნელ-ნელა დაამუღამებ, არა? ეგრე რთულია, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში უბრალოდ შემიძლია ჩემ მეგობართან წავიდე მეგობრებთან გაერთო, ხო? ბაზარი არა, ჯიგარი. ვილაპარაკო. მაგას საბოლოოდ. შეულებრივად. გოგოებო, ხართ ვინმე მზად რომ გაივარჯიშოთ პაემანზე? მე მიუარა ბიჭმა დიდი სამბით, ზად ვიყავი რომ პაემანი ჩამეტარებინა და არ მინდაო. ბიჭზე რომ ვივარჯიშოთ? არა. რატო ვარჯიში? პრაქტიკა. შემდეგ ჯერზე, როდესაც წახვალ პაემანზე. ჯერს ერთი ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, მინდა გითხრა და ეს ჩემპრი ძალიან უხდება შენს თვალებს. მეორეც ერთი ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ესეთი მშვიდი ხარ და ესეთი შვიდი გარედან ვარ თორე საერთოდ არ მშვიდი. ხა მე როგორც მიუდექი, ხო კარგი იყო პაემა, ხო კარგი კომპლიმენტი გავუკეთეთ, ბუნებრივად არა, არც დავიძაბე, არც არაფერი. შემდეგ ჯერზე მე რო გეტყვი მშვიდი ხარ, თქო უნდა შეიფერო ბიჭო. მადლობა. საათის ფერებში ყველანაირად. ფეხსაცმელი ძალიან საკაიფო გაცვია. რავი, არა ხარ შენ დასაწუნი ბიჭი, ეხლა პროსტა გოგოები შემოგველია, მგონი მოსაწევან არიან ყველა გასულები, გაპუჭებულები, გატახს. კარგი ბიჭი ხარ, არ უნდა გქონდეს შენ სანერვიულო. დინამიკა საერთოდ არ მესმის შეფერვის და ამ შემდეგ ამიტომ მე პატიებ 3 წლის წინ მქონდა ბოლოს დეითი და ეს რო 3 წლის წინ? სამსახურში არ მოგწონს არავინ? მან საერთოდ სხვა ადამიანი ვარ ასე რომ კაცი გაორება, დიაგნოზი. კაცის პრობლემა ის არის, სახლში სხვა არის, ქუჩაში სხვა არის, სამსახურში სხვა. მივხვდი, ჩვენ უნდა შევკრათ ეს ყველაფერი ერთი ლამაზი ხინკალივით. შენ ხარ ის ხორცი, შიგნით, ის მნიშვნელოვანი ნაწილი. შენ, როგორც გადმოსცემ შენს თავს და როგორც დაელაპარაკები ადამიანებს, ის არის წვენი და დანარჩენი ის მე სულცხად გავგიშდი ამასობაში მეგობრებო, არა ვარ კარგად. იცი რა არის? არ უნდა, ხა შენ თვითონ რო აღიარებ, რომ სხვა ადამიანი ვარო ამ ყველა ასპექტში ჩემი ცხოვრებისო. შენ სახლში რო გამარჯობა მეგობრებო, ხინკალზე გამახსენდა 20 წუთში იქნება ხინკალი. როგორი უჩვეულო იყო. არა ვარ თაქა, კარგად არავინ. მე იცი რა შემიძლია გითხრა სახლში რომ მიხვალ უნდა გააკეთო სია. სია თვისებების შენ თავში რაც მოგწონს, რაც არ მოგწონს და მერე ამ ყველაფერს რომ ჩამოწერ, უნდა ეცადო რომ იმ სიაში სადაც რაც წერია რაც არ მოგწონს, ისე შეფუთო რომ მოაწონო შენს თავს. შენ თავი უნდა დაიჭირო ხელში, ჩემო კარგო. სამსახურში, გარეთ და სკოლაში და მეგობართან და შეყვარებულთან სხვადასხვანაირი არ უნდა იყო. ყველგან უნდა იყო ის ლამაზი სული, რომელიც ეხლა არის ამოსული ამ სცენაზე, უჭირავს მიკროფონით და ხო ხედავ ყველა შენს ხურობაზე როგორ იცინო და მეც მომინდა რომ გულწრფელად შენთვის კომპლიმენტი გამეკეთებინა. შენ გაქვს ყველაფერი წინ. 3 წელი სამსახურმა არ ჩაგითრიოს ხვალ, ზეგ, მაზეგ, შენ მიწერ ერთ გოგოს, რომელიც ამ ბოლო დროს მოგწონდა, არ მითხრა რომ არ არის ეგეთი, არ ბჯერო. არ წერა რა ვიცი.
ეგრე აბა ბიჭო, რაჩიც დაიჭერტო. არც მაქვს მოლოდინი მაგას რო დავიჭერ. ანუ არ გინდა ჩიტის დაჭერა. უბრალოდ ამოვედი რომ არავინ არ მომდიო და ერთი ცუდი ვარიანტიც რა კაი ბიჭი, ყველაზე კაი ეს აღმოჩნდა, იმიტომ ამოვიდა რომ არავინ არ ამოდიოდა. ჯიგარი ხარ, აი ხა სულ სხვანაირად გიყურებ. რა შეყვარებული არ მყავდეს, ამოვიდოდი შენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. მოგო. აი ბიჭი იყო ეს. ხელი აწეთ ვინმე თუ უნდა. მოდი. დედა სცენაზე, დედა. თქვენი სახელი? გამარჯობა, მე ვარ ქეთათო. ჩემი თავი კითხვა შენთვის როგორც შენი შვილისთვის იცი რა იქნება? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის ადამიანში, რომელიც გრძელვადიანად გინდა რომ შენ გვერდზე იყოს? თუნდაც თავიდან რომ იცნობ, რა საკვირდები ყველაზე მეტად? პირველ რიგში ადამიანისგან მინდა რომ არ შერცხვეს გამოხატოს საკუთარი თავი. ამინ. საკუთარი თავის გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარგი თვისებები, რომელიც ყველას გაგვაჩნია, გამოვაჩინოთ და არ მოგვერიდოს ამის სიხარული, ეგზალტაცია, სიყვარული, რაღაცნაირი ზოგჯერ სიცხარე გაბრაზებაც, ანუ არ გვერიდებოდეს ჩვენს მიერ გამოშვებული ვიბრაციების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ხედავ ადამიანში აი ნაივურ დადაისტურ რაღაც სიმართლეებს, აი ბავშვისთვის, ყველასთვის რაც ერთია და ამას არ კარგავს ადამიანი წლებთან ერთად, ეს უკვე ძალიან პატივსაცემია და ესეთ ადამიანებს უღრმესი respect ჩემგან. მე როდესაც ცდილობს ადამიანი აი სიყვარულთან მიმართებაში მაინც სიყვარულზე ვილაპარაკებ რა, ნუ გადაოფ ხა. თორე აზას გამღერებ. Inside joke-ებს არ ვარ. ალბათ თავარია ნანას მამა ძალიან მიყვარდა და მიყვარს და მე ირაკლი რო გავიცანი ვიყავი მისი თახმფრთოვანებული, მისი ფანი ვიყავი, მომწონდა მისი მუსიკა, რადგან იყო ძალიან თანამედროვე და ამავდროულად ქართული ეს საფუძვლები ქონდა ჩვენი ფოლკის, რაც არის აბსოლუტურად უნიკალური და გენიალური. ხო, რაც კარგი გვაქვს და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ირაკლისთან ურთიერთობამ ჩემ თავში აღმომაჩენინა ბევრი ძალიან კარგი ადამიანური თვისება. ეს რაღაც ჰუმანისტური ჩემი მთელი საწყისები წამოწია ამ კაცთან ურთიერთობამ და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ადამიანები, რომლებიც მათთან ურთიერთობით რაღაცნაირად უფრო კარგს ხდიან, რაც გაკეთილშობილებს ხდები, რაც შენს თავში საუკეთესოს დაგანახებს და გიბიძგებს, რომ საუკეთესო შენი თავი გამოძერწო. აი ეგ არის სიყვარული და აი თვალებში ადამიანს რო ჩახედავ და რო გიყვარს და შენიანია, აი მაგას არაფერი არ სჯობს და გვენახოს ესეთი ადამიანები. ქალი TED Talk-ი, ქალი მოვლენა, mic drop გავიდა ისე რომ არც დაგვემშვიდობა რა. კითხები ხომ, მაგრამ ყოჩა. მეტი რჩევა რა გინდა? მეც რაღაცა ისეთ გავიზარდა. ის მე რო dating show-ს ვაკეთებ ახლა ძალიან საყვარელობაა, მაგრამ მართლა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს ტოპიკი და რაღაც მომენტში ვფიქრობდი, რა უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაზე ხარ ჩავიწროვა, აი კაუნსელერი ხო არ გავიჩითო, რაღაც ბევრ ადამიანებს შეგიძლია თან დაეხმარო, მაგრამ მე გავიცოდი რომ გავგიჟდებოდი ამ იმაში, მაგრამ თავარი მაინც ის არის, აი დედამ როგორც თქვა, თვალებში რო ჩახედავ, მგონი first dates-იც იცი რა ხდება რა და როგორ დატრიალდება თქვენი მომავალი ურთიერთობები და დეითები და ასე შემდეგ. მადლობა და ძალიან საყვარელი იყო.